ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს რადიკალური ოპოზიცია არეულობისთვის და დესტაბილიზაციისთვის ვერ გამოიყენებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების რადიკალური გეგმები გარეძალების დავალებაა, რასაც სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციისა და NGO სექტორს შორის დაწყებული მოლაპარაკებებიც ადასტურებს. გედევან ფოფხაძემ და ლევან ხაბეიშვილმა მსხვერპლსა და ძალადობაზე ისაუბრეს. ნებისმიერი სპეკულაცია რაღაცა ძალადობაზე არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აცდენილი რეალობას. ესე იყო წარსულში, ასე არის აწმყოში და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენ მოვისმინეთ მაგალითად ევროკავშირიდან განცხადება, რომ საქართველოში უნდა იბრძოლონ და ეს პირდაპირ მოწოდება იყო კოლექტიური ნაცმოძრაობისათვის. ეს ადამიანები ცდილობენ, რომ 26 მაისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიისათვის, საქართველოს აწყოსთვისა და მომავლისათვის წაართვან ქართველ ხალხს, როგორც ცადეს რომ წაერთმიათ 9 აპრილს გარდაცვლილი ადამიანების სოვნის შეურაცხყოფით და შებღალვით, როგორც ჩანს წამსვლელები არიან მსხვერპლსაც და იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ, მათ მიმართ იქნება რა თქმა უნდა მკაცრი ღონისძიებები გატარებული, ვინც გულში გაევლებს, რომ ნებისმიერი მსხვერპლის ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმა, მაიდანის გეგმა, რომელიც მადლობა ღმერთს და მადლობა შესაბამის უწყებელს და პირველ რიგში ქართულ ხალხს, რომ არ შესრულდა და ვერ შესრულდება ვერაზროს, თუ ვინმე დაარღვევს კანონს, რადიკალიზაციაზე პასუხი იქნება კანონის მიერ. ძალიან ფრთხილად იყვნენ განცხადებებთან მიმართებაში და ზოგადად ძალიან ფრთხილად იყვნენ იმის დაგეგმვაში, იმიტომ რომ ყველანი კარგად ხედავთ, როგორ ჩაუვარდათ ის რევოლუციური ცდილობები და მათმა პატრონებმაც კარგად ნახეს და გაიაზრონ და გააცნობიერონ კარგად, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეს.